ისევ აქ ვართ. ხო, და ხიზლები, ხო? ხიზლები, რა თქმა უნდა, ხიზლები და ყველაზე ძალიან მეგობრებო, რაც მაინტერესებს, ეს არის გვერდი არაუაროთ ჩვენს კახურ ღვინოს, ცნობილს, ტრადიციულ და ბევრის ღვინოს. ტანინია ღვინოს, ხო? კახური ღვინო ყოველთვის ტანინიანია? ეს არის მისი მაგალითი. ტანინი რა არის, ეგეც. სუიძახიან ხო, მძიმე არისო, კახური მძიმე არისო. რა იგულის? კახელივით მძიმე არის. ხო, თუმცა ქართლის ღვინოსაც ეხლა რა ვიცი, არ მინდა რომ ქართლის ღვინო არ გაიშვით. ქართლის ღვინო არ აკურპას. არ ვეთანხმები, ძალიან ბევრი კარგი ქართლის ღვინო გვაქვს. ვიხუმრე, ვერ ყვევს საერთოდ და ასე რომ ვიხუმრე. ესე იგი, ქვევრის ღვინო. ქვევრის ღვინო დასაფასებელია ჯერ ქვევრი, ხო? რა თქმა უნდა. ჩვენმა წინაპრებმა და ამ ბოლო დროს მით უმეტეს, იმიტომ რომ მართლაც ესეა, ეს განსაკუთრებული ჭურჭელი მოიგონეს ჩვენმა წინაპრებმა, მაშინ როცა დენი საერთოდ არ იყო, პირობები არ იყო, დენი რაზე ვიგულისხმობთ, ტემპერატურა ჭირდება ღვინის დაყენება, ხო? აქედან გამომდინარე ისეთი ფორმა მოიგონეს და მიხვდნენ რომ უნდა ჩაერგოთ მიწაში, რომ ტემპერატურა შეინარჩუნებინათ, ანუ ძალიან გონივრული მიგნებაა. მარტო ტემპერატურა ხო არ თან ასეულობა შეენარჩუნებია. კი, რა თქმა უნდა, როგორც დადუღების პროცესი, ასევე შენახვის პროცესი. რა არის თვითონ ტანინი, რატო არის, ხო? ეს არის, აი თეთრი ღვინო გავსინჯეთ ახლა, კლასიკური ევროპულად დაყენებული და ეს არის უბრალოდ მხოლოდ უხეშად რომ ვთქვა, მარტივ გასაგები რომ იყოს, ყურძნის წვენი დადუღდა, ტკბილი. თავისთვის მარტო დამოუკიდებლად კახურ ღვინოში გვინახავს, ხო, ეს ქვევში პროცესი დურდოსთან ერთად დუხს, ისევე როგორც წითელი ღვინო, დურდოსთან ერთად დუხს და ამიტომ ის ნივთიერებები, ის ფრინლავი ნივთიერებები, ტანინები, რასაც სიუხეში პირობიდან ეძახიან ხოლმე, გადმოდის უკვე აი ამ ტკბილ იმაში რა ქვია წვენში და აქედან გამომდინარე უკვე ეს ღვინო არის შეფერილობა სხვა აქვს, ხო, რაღაცა კარგი ქარვისფერია ხოლმე ჩვენი კახური ღვინო, გემოცისეთია ტანინიანი, უფრო ძლიერი და ენერგიულია, ხო, ძალიან კარგი იქნება ინდაურის ხორცთან ერთად მივხვა საახალწლო სუფრაზე ლამას რა არ უხდება? ძალიან უხდება რა ვიცი, ძალიან არა, დათრობა ალკოჰოლთან არის ასე თქვა დაკავშირებული და ასე რომ ნამდვილად მოუხდება ყველა სუფრას, არა მარტო ქართულს, ეს ჩვენი კახური ღვინო, იმიტომ რომ განსაკუთრებული ტექნოლოგიაა, თავისი განსაკუთრებული გემოთი და ყველაფერი. წითელი ღვინო არ დამიტოვოთ ისე კრისტალი რომ ეს როგორ დავიჭირო? ხა წითელი ღვინო როგორ უნდა დავიჭირო? რა ტემპერატურის უნდა იყოს ის? ტკბილი ღვინო გვაქვს ჩვენ აქ, მე მგონი მოგეწონებათ ეს ნახევრად ტკბილი ღვინო, ძმარაული ძალიან კარგი ღვინოა და გავსინჯოთ, ნახოთ ერთი როგორია. განსასუსხია ეს ტკბილი ღვინო თუ არა? აჩიკო გავსინჯოთ? აბა? ომერო ეს ვერ დავამთავრე. დაიწყო ჩაასხა, ეგ არის მაგის ჭურჭელი. უი რა კარგი. და მე დაისხა ახალი. უი ეს არის ჭურჭელი? გადავაცხად. არა, უბრალოდ ის იმისთვის რომ დაგისხათ ხო? ახალი დეგუსტაცია. ხო, მაგას. ეს არის სადეგუსტაციო თორე ღვინოს ასე ვინ გადაასხავს, როგორ გეკადრება. როგორ ხდება ქალშიუმელიობა. წითელი ღვინო უნდა იყოს თუ არა ოთახის ტემპერატურის? შეიძლება ასეც იყოს ოთახის ტემპერატურასაც 19 გრადუსი, 18 გრადუსი სასურველია. მაცივიდან გამოტანილი არ უნდა იყოს. ფერი ვთქვათ, ხო? ეხლა ფერი შევაფასოთ. როგორი კარგი ალუბლის ფერია თუ დამეთანხმებით, არა? ანუ უნდა იყოს. ფერი როგორი უნდა იყოს? მოდი ეს გვასწავლე. გააჩნია ღვინო. ბროწეულის ფერია. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ წითელ ღვინოზე, შეიძლება იყოს ბროწეულის ფერი, შეიძლება იყოს ალუბლის ფერი, აი უფრო მუქი მოყავის პროტონები შეიძლება ან დაჟანგულ ღვინოს კონდეს, რომელიც უარყოფითია, ან დიდი ხნის დაძველებულ ღვინოს, რომელიც უარყოფითი არის, ხო? შავი ფერია, ხო? თუ ადესა ცოტა ეს არის ასე ვთქვათ, სეგმენტია, ხო? ნუ ვისაუბრეთ ახლა. ეს არის საფერავისგან დაყენებული ქინძმარაული არის, ნახევრად ტკბილი ღვინო. კარგი ალუბლის ფერი. და კარგი კენკრის არომატი აქვს, წითელი კენკრის არომატი. ამასაც ესე დესერტთან არის, მე ესე, ანუ შეგრძნებით, აი დესერტთან ასოცირდება წითელი. ნამდვილად, თუმცა ჩემი გამოცდილებით ღვინოსაც გააჩნია, ესე ხალხსახად არის. ვინ აკეთებს კენკერს, ვინ ამზადებს და ვისი ღვინოა. რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, ხა ჩვენ ხშირად ამას უფრო ჩურჩხელასთან და აი ასეთ ღვინოებთან, სარწმუნოებთან, იმიტომ რომ უფრო შოკოლადურ ნამცხრებთან იგივე იმის შოკოლადის ნიგრის უფრო ძლიერი სასმელები, პორტო მაგალითად, აი ესეთი სასმელები უფრო მეტად უხდება. აუ და არ დავჩაგდო. ამას მოკიდო ასახელი თუ არა?
ამასაც არ ხდება. არც ერთი როგორი, არც ერთ ღვინოს არ მეგობრებო, არ დავჩაგროთ ნახევრადკვილი ღვინო, ან არა, ნუ იქნება ნახევრადკვილი, როზე, რომელიც არის ძალიან პოპულარული, რომელიც გახდა ძალიან პოპულარული და ყველას უხდება. ყველას უყვარს და გახდა დღის ნებისმიერ დროს მისაღები. კი ბატონო, გეთანხმებით, ამ ბოლო დროს მით უმეტეს ძალიან პოპულარული გახდა იგივე სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებით, საფრანგეთში მით უმეტეს, სამხრეთ საფრანგეთში ყოველთვის არის ამისი, ასე ვთქვათ, კულტი და მოხმარებაც ამ ბოლო მონაცემებით, რაც ვნახეთ, თითქმის გაუსწორდა თეთრი ღვინის მოხმარებას. ასე რომ გაზაფხული გადაწყებული გვიან შემოდგომამდე ძალიან უხეშად რო ვთქვათ, აი, კამპოტივით ღვინოაო და ამიტომ ყოციყოლა ვერ ვიტყვით რომ თქვათ კამპოტივით, იმიტომ ნახევრადკვილი არ არის ყველა როზე ღვინო და ამიტომ ისეთი იგივე პლაჟზე საკმაოდ ხშირად ვხედავთ ხოლმე რომ მიაღწევს კარგად ჩაცებული სადილზე პატარა კაფეებში შუადღეში ზესთან პრობლემა არ არის. ანუ ნუ ერთი კითხვაც ამებად. ეს ნახევრადკვილი ტანინიანია თუ რაღაცა მოგიკონი? იმიტომ რომ პრეში დამიტოვა ეს რაღაცა ტანინიანი. ყოველთვის ასე არ არის. ყოველთვის არის ასე. იმიტომ რომ ესეც დურდოზე როგორც კახური ღვინოს, ვთქვით, ესეც აი ამ დურდოზე ერთად დუღდება. ამიტომ აუცილებელიც არის. თორე ესე იქნება რაღაცა ძალიან ხელი ტკბილი. ბევრი რამე გავიგე დღეს თქვენი წყალობით. განვიმტკიცე ცოდნა და ბევრი ახალი ცნებითი. მე მინდა ყველას უსურვო ბედნიერი დღესასწაულები. თინა კიდევ ერთხელ გილოცავთ. თინაცის გილოცავ. სწორად დავიჭირო. გილოცავთ და იმედი მინდა ვიქონიო რომ აი ეს ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ და ღვინის მოხმარების წესებიც დაუბრუნდება ისეთ კლასიკურ ქართულ კულტურულ ფორმას. თუმცა მაინტერესებს ნეტა რა სვამენ კი არა და რა სიცვამენ და როგორ გამოიყურებიან. სანამ ვოკალს აიღებენ ხელში. ნახავთ ცოტა ხანში ქალბატონ ანას უდიდესი მადლობა რომ იყო ჩვენთან სტუმრად და გაგვიზიარა ეს ძალიან საჭირო ინფორმაცია.